რაც იფიქრებთ, რომ გითხრათ, კაცობრიობა ყოველდღიურად აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ შექმნა სუპერბაქტერია, რომელიც სუპერინფექციებს გამოიწვევს. უკვე ხვდები, რამდენად საინტერესო ჟღერდა ეს ყველაფერი შეთქმულების თეორიის მოყვარული ადამიანებისთვის, თუმცა აქ სულ სხვა რამეს გულისხმობ და კონკრეტულად გულისხმობ ანტიბიოტიკებს, რომლებიც ჩვენს ხელთ არსებული ყველაზე ეფექტური იარაღია იმისთვის, რომ შევქმნათ სუპერბაქტერია, რომელიც ისევ ჩვენ შემოგვიტევს. დღევანდელ ვიდეოში მოგიყვებით, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ანტიბიოტიკები თვითნებურად დანიშნულების გარეშე და რა საფრთხე შეიძლება მოიტანოს თითოეულმა არასაჭიროდ მიღებულმა ანტიბიოტიკმა სამომავლოდ ისევ ჩვენი ჯანმრთელობისთვის. პირველი ანტიბიოტიკი არც თუ ისე დიდი ხნის წინ აღმოაჩინა ალექსანდრ ფლემინგმა დაახლოებით 96 წლის წინ, შემთხვევით, როდესაც ის დაბრუნდა თავისი შვებულებიდან, აღმოაჩინა, რომ მიკრობიოლოგიურ ნიადაგზე ამ ლაბორატორიაში გაზრდილი იყო კონკრეტული სოკოების ფრაქცია და მათ გარშემო ჰქონდათ, ასე ვთქვათ, დაცვითი მექანიზმით შემოსაზღვრული გარემო, რომელშიც ბაქტერიები ვეღარ იზრდებოდნენ. სწორედ ეს აღმოჩენა დაედო საფუძვლად ანტიბიოტიკის როგორც მედიკამენტის შემოტანას მედიცინაში და მის შემდეგ 40-იანი წლებიდან უკვე ძალიან აქტიურად გამოიყენება ანტიბიოტიკი სხვადასხვა ინფექციებთან საბრძოლველად და სწორედ ამ სუპერმედიკამენტების დახმარებით დღესდღეობით ადამიანები აღარ იხოცებიან ისეთი ბანალური ინფექციების შედეგად, როგორებიცაა მაგალითად გონორეა, ფარინგიტი, ამბულატორიული პნევმონია და ასე შემდეგ. ანტიბიოტიკების გამოყენებას იმხელა ეფექტი ჰქონდა, რომ ალბათ თქვენთვისაც მარტივი წარმოსადგენი იქნება, რამდენად მასობრივად ინიშნებოდა იმ პერიოდში ანტიბიოტიკები სხვადასხვა ინფექციებთან საბრძოლველად, რამაც შეუწყო, როგორც ხედავთ, რამდენიმე 10 წლეულის შემდეგ ანტიბიოტიკო რეზისტენტობის ჩამოყალიბებას. გაგიგიათ ეს ტერმინი. არ არის აუცილებელი, რომ გაგებული გქონდეთ, ანტიბიოტიკო რეზისტენტობა არის სწორედ ის, რისი დახმარებითაც ბაქტერიები ებრძვიან ანტიბიოტიკებს, გადაურჩებიან მათ შეტევას და ის ინფექციები, რომლის საწინააღმდეგოდაც ანტიბიოტიკებს ვიყენებთ, ვეღარ მარცხდებიან და ვეღარ ინკურნებიან კონკრეტული ანტიბიოტიკების მიერ. ბაქტერიებთან მსგავსი მედიკამენტებით ბრძოლა ზუსტად ის სტიმულია, რომელიც ევოლუციურად მათ სჭირდებათ, რომ განვითარდნენ და განიცადონ სელექცია და ჩამოყალიბდნენ უფრო ძლიერ ორგანიზმებთან. ამ ყველაფერს კი კონკრეტულად აგიხსნით ზუსტად როგორ ხდება. ბაქტერიები, როდესაც ისინი მრავლდებიან, როგორც ჩვენ, მათ დნმ-შიც ხდება გარკვეულწილად მუტაციები, რომლებიც იწვევს შემდგომ ბაქტერიების შტამების ერთმანეთისგან განსხვავებას, ანუ ინდივიდუალიზაციას. ეს მუტაციები შეიძლება გარკვეულწილად იყოს მათი სამომავლო არსებობისთვის ან ხელსაყრელი, ან არახელსაყრელი. სწორედ ეს ხელსაყრელი მუტაციები, რომლებიც შემთხვევითობის პრინციპით ხდება, შეიძლება გამოდგეს იმდენად ეფექტური დაცვის მექანიზმი ბაქტერიისთვის, რომ მასზე მოქმედი ანტიბიოტიკი დაამარცხოს. ეს შეიძლება მოხდეს უბრალოდ მაგალითად პენიცილინაზას ფერმენტის ჩამოყალიბებით, რომელიც უკვე არსებობს, მაგალითად მეთიცილინ რეზისტენტულ სტაფილოკოკებში. ისინი უბრალოდ შლიან პენიცილინებს, მაგრამ შეიძლება ასევე იყოს სხვადასხვა სატრანსპორტო მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბაქტერიის ციტოპლაზმიდან უშუალოდ ანტიბიოტიკის გარეთ ტრანსპორტირებას, რათა ამ ანტიბიოტიკმა არ მოახდინოს მათზე უარყოფითი გავლენა, ან საერთოდ არ გამოიწვიოს მათი სიკვდილი. ეს ყველაფერი როგორც გითხარით, შემთხვევითობით ხდება და ეს ნორმალური გადარჩევის პროცესია. თუმცა საინტერესო რამ ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვიღებთ ანტიბიოტიკს. როდესაც ჩვენ მივიღებთ ანტიბიოტიკის აპს, ის ვერ არჩევს ჩვენთვის სასარგებლო და საზიანო ბაქტერიებს, შესაბამისად ანადგურებს ყველა ბაქტერიას, რომელზეც ხელი მიუწვდება და რომელიც მისგან თავს ვერ იცავს. აქვე მინდა გითხრათ, რომ ბაქტერიების მხოლოდ 1%-მდეა პათოგენური, ანუ დაავადების გამომწვევი, დანარჩენი რაოდენობა ბაქტერიების პროცენტული კი ჩვენთვის სასარგებლოა და მონაწილეობს სასარგებლო, ანუ სიმბიოზურ პროცესებში. ერთ-ერთი მათგანი არის მაგალითად ვიტამინ K სინთეზი მსხვილნაწლავში, რომელიც შედეგებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ვიტამინია, მაგრამ ამ თემას შევეშვათ, დაუბრუნდეთ ისევ რეზისტენტობას. მაშინ, როდესაც ანტიბიოტიკი იმ ბაქტერიების სპექტრს გაანადგურებს, რომელზეც ის მოქმედებს, ამ ბაქტერიების სპექტრიდან ზუსტად იმ მუტაციიდან გამომდინარე, რომელი მუტაცია შემთხვევით გადარჩევის დროს ხდება, გადარჩებიან მხოლოდ ის ბაქტერიები, რომელთა წინააღმდეგად ეს ანტიბიოტიკი აღმოჩნდა უძლური. შედეგად ეს ბაქტერიები ვითარდებიან, მაგრამ აქ არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რასაც მინდა ყურადღება მიაქციოთ. ჩვენგან განსხვავებით, ბაქტერიები ერთმანეთთან ურთიერთქმედების დროს ცვლიან გენეტიკურ ინფორმაციას პლაზმიდის სახით. ეს პლაზმიდი არის ბაქტერიების ციტოპლაზმაში არსებული გენეტიკური ინფორმაცია, რომელიც ბაქტერიების ურთიერთქმედების შედეგად შეიძლება გაიცვალოს. ამის შედეგად ბაქტერიას შეუძლია თავისი გამოცდილება გენეტიკური, ანუ ის დაცვის მექანიზმი, რომელიც ანტიბიოტიკის წინაშე ბრძოლის დროს აღმოაჩნდა, გაუცვალოს სხვა ბაქტერიებს, იქნება ეს ჩვენთვის სასარგებლო თუ საზიანო ბაქტერიები და ამის შედეგად ეს დაცვის მექანიზმი გავრცელდეს მთელ ბაქტერიულ სპექტრში. როდესაც ანტიბიოტიკი მორჩება მოქმედებას და ჩავიტარებთ მაგალითად პირობითად ერთკვირიან კურსს რაღაც ინფექციის ფონზე, ჩვენ თავს კარგად ვცნობთ, გამოვჯანმრთელდით და ყველაფერი კარგად მიდის. თუმცა უნდა ვიცოდეთ ის პროცესი, რაც ამ დროს ბაქტერიებში ხდება. კონკრეტულად კი ის პლაზმიდის მიმოცვლა, ანუ იმ დაცვითი მექანიზმის განვითარება, რომელიც ამ ანტიბიოტიკის მიღების შედეგად კიდევ ერთი ნაბიჯით განვითარდა და ხელი შეუწყო გარკვეულწილად ანტიბიოტიკო რეზისტენტობის ჩამოყალიბებას კიდევ ერთი საფეხურით. ანუ ჩვენი მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ ბაქტერიები იხოცებიან, ჩვენი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ზოგიერთი ბაქტერია, რომელიც თავს იცავს, შემდგომ ამ ინფორმაციას სხვა ბაქტერიებსაც უზიარებს. თუმცა თეორიულად რა პრობლემაა ეს ყველაფერი თუ
განვითარდა ბაქტერია, განვავითაროთ ანტიბიოტიკიც, რომელიც მას შეებრძოლება და დაამარცხებს. სამწუხაროდ ყველაფერი ისე მარტივად პრაქტიკაში არ არის, როგორც თეორიაში, რადგან ადამიანებს გვაქვს მხოლოდ შეზღუდული სარეზერვო რაოდენობა ანტიბიოტიკების, ბაქტერიების ევოლუცია კი, როგორც გითხარით, ბუნებრივი პროცესია და მას ზღვარი არ აქვს. შესაბამისად, დღესდღეობით ის სარეზერვო ანტიბიოტიკები, რომლებიც განსაკუთრებულად რეზისტენტულ ბაქტერიებს ებრძვიან და განსაკუთრებულად რთულ ინფექციებს კურნავენ, ეს ანტიბიოტიკებიც თუ მათი არამიზნობრივად გამოყენება მოხდება, გარკვეული პერიოდის შემდეგ აღარ იქნებიან სარეზერვო, არამედ ჩვეულებრივი ანტიბიოტიკების რიგებს შეუერთდებიან, რომლის წინააღმდეგაც კონკრეტულ ბაქტერიებს შეიძლება უკვე დაცვითი მექანიზმები ჰქონდეთ. სწორედ ამიტომ ვთქვი ვიდეოს დასაწყისში, რომ თითოეული მიღებული დოზა ანტიბიოტიკისა, რომელიც დანიშნულებას არ ემსახურება, არის გაფლანგული და პირიქით ბაქტერიებისთვის ხელის შემწყობი ფაქტორი. თქვენ წარმოიდგინეთ ბაქტერიული ინფექციის დროსაც კი, როდესაც ადამიანმა იცის, რომ ეს ინფექცია აუცილებლად ბაქტერიულია, მაშინაც კი ყველა ანტიბიოტიკი ერთნაირად არ მოქმედებს. ანუ ექიმმა რო გაიგოს ამ კონკრეტული ინფექციის დროს რა ანტიბიოტიკები ეხმარება, აკეთებს მიკრობიოლოგიურ ანალიზს, რომელიც მოდის კონკრეტულად ანტიბიოტიკების ჩამონათვლით და ამ ანტიბიოტიკების გვერდით მონიშნით არის სენსიტიური თუ არა ეს კონკრეტული შტამი ამ ანტიბიოტიკის მიმართ. ანუ მაშინაც კი როცა ვიცით 100%-ით რომ ეს ბაქტერიული ინფექციაა, მაშინაც არ შეგვიძლია ვთქვათ ეს რენდომ აღებული ანტიბიოტიკი განკურნავს თუ არა ამ ინფექციას. არა თუ მაშინ როდესაც არც კი ვიცით ეს ინფექცია რაც ადამიანს აქვს, იქნება ეს ზედასასუნთქი გზების ინფექცია, გრიპის სიმპტომები თუ ასე შემდეგ, ვირუსული გენეზის არის თუ ბაქტერიულის. ანუ არც ერთ შემთხვევაში არ არის გამართლებული ის რომ ბავშვს 7 დღე ჰქონდა სიცხე თუ 6 დღე და სანამ ანტიბიოტიკი არ მივეცი არ განიკურნა. ეს არის სწორედ არამიზნობრივი გამოყენება ანტიბიოტიკების, ამიტომ იმის ნაცვლად რომ პირდაპირ მეთქვა რომ ანტიბიოტიკების გამოყენება ესე არამიზნობრივად და თვითნებურად არ შეიძლება, ვეცადე რომ თქვენთვის ამეხსნა საფუძველი, რა შეიძლება ამ ყველაფერმა გამოიწვიოს, რადგან ახსნილი ყოველთვის უფრო მარტივად და გასაგებად მიდის მსმენელამდე და ჩემი აზრით უფრო მეტი შედეგიც აქვს, ვიდრე უბრალოდ მიცემულ განკარგულებას. დღევანდელ ვიდეოსთვის სულ ეს იყო მეგობრებო, მინდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო და დააკომენტაროთ, რათა ეს ვიდეო უფრო მეტი ხალხისთვის იყოს ხელმისაწვდომი, ეს არხი გაიზარდოს და მეც ამის საფუძველზე უფრო და უფრო საინტერესო კონტენტი და ვიდეოები შემოგთავაზოთ.